ეს არის დილის არხი რადიო იმედზე. თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და წარმოგიდგენთ ძალიან საინტერესო სტუმარს ანა გოლეთიანს, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს. ქალბატონი ანა გახლავთ ასევე არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო საგრანტო პროექტის, მათ შორის ჰორიზონტი ევროპა საგრანტო პროგრამით გათვალისწინებული პროექტის ხელმძღვანელი და მონაწილე და აქვე ვეტყვი ჩვენს მსმენელებს, რომ თებერვალში სულ რამდენიმე დღის წინ აღინიშნა მეცნიერ ქალთა დღე, ხო? ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე და გაიმართა ღონისძიება საქართველოში და თქვენ მიიღეთ მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდო, გილოცავთ და მოდით მოუყვეთ ჩვენ მსმენელებს, რატომ აირჩიეთ ქიმია. დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისათვის, მოგესალმებით. რა თქმა უნდა, დავიწყებ ამ ამაღელვებელი ჯილდოთი გამოწვეული სიხარულით. ჩემთვის იყო დიდი პატივი, მდგარიყავი იმ მეცნიერ ქალბატონთა გვერდით, რომლებიც შეიჩნენ საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, როგორც გამორჩეულები კონკრეტული წლისათვის და განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ის გარემოება, რომ ეს ჯილდო გადმომეცა სწორედ მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იდეის ავტორებსა და ღონისძიების ორგანიზატორებს. რაც შეეხება ჩემს სპეციალობას და იმ საქმეს, რასაც ვემსახურები, ქიმია. გეტყვით, გაგიმხელთ, პირველი სპეციალობა ქიმია არ ყოფილა, რომელიც თავის დროზე ავირჩიე, მე ფარმაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებული გახლავართ, მაგრამ ქიმიის სიყვარული ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდიდან გამიჩნდა და ამისი ინსპირატორი ჩემში გახდათ ჩემი სკოლის მასწავლებელი. ძალიან გამიმართლა, რომ მყავდა არაჩვეულებრივი პედაგოგები, როგორც სკოლაში, ასევე უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში და მათ შთამაგონეს, რომ სამეცნიერო კარიერისათვის ამერჩია არა მხოლოდ სამკურნალო საშუალებები და ფარმაცევტიკა, არამედ უფრო გამეფართოებინა ეს არეალი და გამختارიყავი ორგანული ქიმიის მიმართულებით. ჯერ ასპირანტი, შემდგომ კიდევ გამევლო შესაბამისი ეტაპები იმისათვის, რადგან ჩამოვყალიბებულიყავი სპეციალისტად და იმად, რასაც დღეს მე წარმოვადგენ. და კვლევები არის თქვენი ერთ-ერთი მთავარი და ძირითადი საქმიანობა, ჩვენ აკადემიურ მიმართულებასაც აუცილებლად შევეხებით. აი რამდენად მნიშვნელოვანი არის თქვენთვის აი ამ კვლევებში ჩართულობა და რამდენად არის მეცნიერება საინტერესო თავგადასავალი და შესაძლებლობა რომ ყოველთვის აღმოაჩინო რაღაც ახალი. მადლობთ ამ კითხვისათვის. მე დღეს წარმოვადგენ საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტს. იმდენად, რამდენადაც გახლავართ ეროვნული საკონტაქტო პირი ჰორიზონტი ევროპა პროგრამაში და ჩემს კოლეგებთან ერთად ხელს ვუწყობ მეცნიერებისა და კვლევების დაფინანსებას. ჩვენ ვართ ნაწილი იმ დიდი პოლიტიკისა, რასაც ევროკავშირი ახორციელებს როგორც წევრ, ასევე ჰორიზონტი ევროპა პროგრამასთან ასოცირებულ ქვეყნებში და საქართველოს ამ ინიციატივას შეუერთდა 2 წლის წინ. დავსწენ, რომ ინოვაცია და მეცნიერება, რომელიც წარმოადგენს ამ პროგრამის ბაზის, იწყება სწორედ კვლევიდან. და ყველა ინოვაციას საფუძვლად უდევს გარკვეული აღმოჩენა, გაკეთებული პატარა ჯგუფის ან ინდივიდუალური მეცნიერის მიერ შესაბამის ლაბორატორიულ თუ სამუშაო პირობებში. მეცნიერება იწყება კვლევით, მე ვერ ვიქნები წარმატებული ჩემს კარიერაში, თუ კი არ ვიქნები ჩართული სამეცნიერო აქტიურობით არ გამოვირჩევი და მიმართულება, რომელიც ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა ჯერ კიდევ დოქტორანტურაში სწავლის პერიოდში, გახდათ ბუნებრივად აქტიური ნივთიერებების, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების სინთეზური ანალოგები. დიახ, მე ვასინთეზებ ისეთ ნივთიერებებს, რომლებსაც შეუძლია
არიან რომლებიც გამოირჩევიან ისეთი თვისებებით, მოიზიდონ განსაზღვრული მწერები ან ცხოველები და გამოვიყენოთ და ჩავხდოთ ეს ნივთიერებები მავნებლებთან ბრძოლის ბიოლოგიურ მეთოდებში. ეს გახლავთ ის ძირითადი არეალი, რასაც მე დღეს ვემსახურები, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ახალგაზრდებისაგან დაკომპლექტებულ სამეცნიერო ჯგუფთან ერთად. უნივერსიტეტებში, სადაც მე ვმუშაობ. ანუ მეცნიერება გარდა იმისა, რომ არის ინდივიდუალური სამუშაო, ხო? ვიცით, რომ ყველა მეცნიერ ამხელა ძალისხმევას დებს თვითგანვითარებაში იმისთვის, რომ ის შეუდგეს ამ ნაწილს, ხო? შემდეგ რაზეც ჩვენ საუბრობთ, უკვე კვლევა, მუშაობა სამეცნიერო, მანამდე ძალიან ბევრი რამ უნდა გააკეთოს ამისთვის. არის ის ასევე გუნდური მუშაობის მაგალითი, იცი? აუცილებლად თუნდაც ის ფაქტი, რომ სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს დაგვირგვინებას ჩვენი ჩატარებული სამუშაოსა, ყოველთვის ავტორთა ჯგუფის მიერ ქვეყნდება. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ მუშაობა, სამეცნიერო მუშაობა გუნდური საქმეა და მარტო ადამიანი შეიძლება ვერ გაუმკლავდეს. ჩვენ გვაქვს წინასწარ დაგეგმილი აქტივობების ნუსხა, ის თუ ვინ რა საქმეს ინაწილებს, რომელი უფრო ძლიერია განსაზღვრულ მიმართულებაში და საბოლოო ჯამში ეს იქცევა წარმატებულ სამეცნიერო პროდუქტად, რომელიც შეიძლება გახდეს საფუძველი უფრო დიდი კვლევისა ან შემდგომი განვითარებისა. რო ვისაუბროთ 21 საუკუნის მეცნიერებაზე, როგორ ფიქრობთ ზოგად ჭრილში და ამ ფორმატის გათვალისწინებით რომ ვთქვათ, რა მთავარი გამოწვევის წინაშე დგას მეცნიერება და ასევე ვთქვათ, მთავარი რამ, რაც 21 საუკუნე მოუტანა მეცნიერებას bis განვითარებას. მოგახსენებთ ჩემს მოკრძალებულ აზრს, რა თქმა უნდა, პროგრესი და ინოვაციური პროგრესი განაპირობებს კვლევების უფრო ეფექტურ ხასიათსა და მის წარმართვას და გამოვყოფდი აუცილებლად ტექნოლოგიების განვითარებას. 21 საუკუნე, რომელიც არის ტექნოლოგიური პროგრესის ხელშემწყობი და ტექნოლოგიების განვითარების ეპოქა, თავის დადებით კვალს ტოვებს მეცნიერების განვითარებაზე. შესაძლოა ძალიან ნათელი გონების მეცნიერმა მოახერხოს ის, რომ ლაბორატორიულ პირობებში გადაჭრას რომელიმე დაუძლეველი დაავადების სამკურნალო პრეპარატის ფორმულა, მაგრამ სანამ ის მიიღებს სამკურნალწამლო საშუალების ფორმას, ანუ ჩამოყალიბდება წამლად, მან თავისი ტექნოლოგიური მზაობის ეტაპები უნდა გაიაროს. და ამ ყველაფრის საბოლოო პროდუქტამდე მიტანა შეუძლებელია თუნდაც ანალიზის ფიზიკურ-ქიმიური მეთოდების გამოყენების გარეშე, რასაც შესაბამისი აპარატურა ემსახურება. ამ აპარატურით აღჭურვილი თანამედროვე ლაბორატორიები ჩვენ გვაძლევს საფუძველს იმისა, რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ საკუთარი კვლევები და დავწმუნდეთ იდეის ჭეშმარიტებაში. მივიდეთ საწყისი წერტილიდან იმ მომენტამდე, როდესაც ჩვენი კვლევის კომერციალიზაციასაც კი შევძლებთ და ის მიმართულება, რასაც ჰორიზონტი ევროპაში მე ვკურირებ, როგორც ეროვნული საკონტაქტო პირი, გახლავთ სწორედ სამეცნიერო იდეების კომერციალიზაცია. თუ კი კვლევა არ არის განპირობებული და გამყარებული უფრო სწორად იმ გარემოებით, რომ მას აქვს კარგი ფინანსური მხარდაჭერა, ის ალბათ ვერ მიაღწევს საკუთარ შედეგს. ტექნოლოგიური პროგრესი, თანამედროვე აღჭურვილი ლაბორატორიები და ადამიანების სწრაფვა იმისაკენ, რომ საბოლოო ჯამში მეცნიერება მიიღოს მაინც ბიზნესის ან კომერციალიზაციის. ანუ აღარ ვერიდებით, ხო, ხმამ ახლა ამაზე საუბარს, იმიტომ რომ ადრე იყო, ხო, რაღაცა სტიგმა არსებობდა, რომ მეცნიერება და კომერციალიზაცია ხელს ვუწყობთ მეცნიერებს იმაში, რომ მათ მიერ მიღებული შედეგები დაინერგოს ინდუსტრიაში, დაინერგოს ტექნოლოგიებში, თუმცა ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ინოვაცია იწყება კვლევით და მეცნიერებით. რამდენად მნიშვნელოვანი არის, როდესაც ჩვენ საუბრობთ, ხო, ინოვაციაზე, პროგრესზე
თანამედროვე ტექნოლოგიებზე და აქვე მინდა გავიხსენო, როდესაც ჩვენ საუბრობდით გუნდური მუშაობის ეფექტზე, მეცნიერება აღარ აქვს საზღვრები, ისედაც არ ქონდა, მაგრამ თუნდაც ფიზიკური საზღვრები, ანუ ერთ კვლევაზე შეიძლება მუშაობდნენ სხვა არა მხოლოდ ერთ ლაბორატორიაში, არამედ ერთდროულად ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ მიგნებებს სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი მეცნიერები. აი ეს ფაქტი რამდენად უწყობს ხელს დარგის განვითარებას და აჩქარებს პროცესებს. გეთანხმებით, გუნდურობის პრინციპი არა მხოლოდ ლაბორატორიის შიგნით და ერთი ინსტიტუციის ფარგლებში, არამედ კონსორციუმის შექმნის პირობებში არის წამყვანი ძალა, თუნდაც დაუბრუნდეთ იგივე ჰორიზონტი ევროპა ფინანსირების სქემას, აუცილებელი პირობა უმეტეს კონკურსებში პროექტის წარდგენისა გახლავთ ის, რომ შეიკრას ეს ერთობა, როგორც ევროკავშირის წევრი, ასევე სხვა მასთან ასოცირებული ქვეყნების წარმომადგენლებთან და შესაბამისად ყოველივე საბოლოო ჯამში ემსახურება ქსელის გაფართოებას, გაძლიერებას, თანამოაზრეების ერთობლივ იდეებზე მუშაობას, ერთობლივი სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნებას, ეგრეთ წოდებული ღია მეცნიერების პრინციპით, რახან აუცილებელი პირობა ხდება ყველა წარმატებული პროექტისათვის შესაბამისი ვებ-გვერდის შექმნა, ინფორმაციის მაქსიმალური ღიაობა და აგრეთვე, როგორც აღნიშნე, ერთობლივი სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნება. როგორ ხდება ხოლმე, აი მე რასაკურველია ჩვენ ვერ ვისაუბროთ ხო ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტზე, რომელშიც თქვენ ჩართული იყავით, მაგრამ როგორ ირჩევთ პირადად თქვენ იმ პროექტს, აი იმ საკითხს, ან იმ მიმართულებას, რომელსაც კონკრეტულ მომენტში გაქვთ გადაწყვეტილი მუშაობა. რა არის მთავარი ამოსავალი წერტილი? რა არის თქვენი ინტერესის მთავარი წყარო? ბუნებრივია, ჩემი ინტერესი უნდა დაემთხვას დამფინანსებელი მხარის მიერ შემოთავაზებული და გახსნილი კონკურსის ფარგლებში გაწერილ გეგმებს, ამოცანებს, თუკი ჩვენ დავინახავთ საკუთარი კვლევის შესაბამისობას იმ შედეგებთან, რასთანაც საბოლოო ჯამში, რასაც ემსახურება ნებისმიერი პროექტის განხორციელება, მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოვთქვა ამბიციასა და სურვილს გავხდეთ ერთ-ერთი აპლიკანტი. ეს არის მრავალთვიანი შრომა. და მრავალფეროვანი. მრავალთვიანი შრომა, თუნდაც უკვე მიღებული სამეცნიერო შედეგის სათანადოდ გაფორმებისა და წარდგენისათვის. მაგრამ ის სიხარული, რასაც საბოლოო ჯამში მეცნიერი განიცდის, როდესაც მისი შექმნილი და წარდგენილი სამეცნიერო პროექტი ხდება გამარჯვებულთა შორის და ღებულობს სათანადო ჯილდოს ამ შემთხვევაში დაფინანსების ფორმით, რასაც შესაძლოა საბოლოო ჯამში უფრო მაღალი საფეხურიც კი მოყვეს აღიარებისა, როგორც არის ნობელის პრემია თუ რომელიმე სხვა ტიპის ჯილდო მეცნიერისათვის, ეს ყველაფერი გვიოლებს რუტინული შრომის პროცესს. ეს ამად ღირს. და ეს არის შემოქმედებითი შრომაც ამავდროულად. აუცილებლად სამწუხაროდ მე ვარ კარგი მსმენელი, მაგრამ ვერ შევქმნი მუსიკალურ ნაწარმოებს, მე შემიძლია მხოლოდ შევქმნა სამეცნიერო პროდუქტი და ეს არის ის აღმაფრენა, რასაც მე განვიცდი ჩემი პროდუქტის აღიარებისას. მოდით კიდევ თქვენი საქმიანობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან კომპონენტზე გავამახვილოთ ყურადღება, სანამ გადაცემის დრო ამოიწურება, აკადემიური საქმიანობა და აქვე გკითხავთ, გავაერთიანებთ ჩემ კითხვას, არის თუ არა ინტერესი ახალგაზრდების, ახალი თაობის მხრიდან მეცნიერების, თუ მიდიან ისინი? დიდი მადლობა. აკადემიური საქმიანობა და მუდმივი კავშირი ახალგაზრდა თაობასთან პირადად ჩემთვის არის მამოძრავებელი ძალა და სტიმულისა და იმედის მომცემი, რომ გონიერ და ნათელი გონების ადამიანებს, რომლებიც შრომის მოყვარეობით გამოირჩევიან, მაქსიმალურად შევუწყო ხელი, ჩავთო ისინი ერთობლივ სამეცნიერო კვლევებში, თუ პირადად მე როგორც მეცნიერმა გავუწიო რეკომენდაცია
ფუნქცია სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების პერიოდში. აუცილებელი კომპონენტი გახლავთ ბევრი საერთაშორისო პროგრამისა, რომლის პედაგოგი 2009 წლიდან გახლავართ, როგორც სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ასევე სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ქიმია-ბიოქიმიის სპეციალობაზე, ამჟამად უკვე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, როგორც ინგლისურენოვანი ქიმიის საბაკალავრო პროგრამის ორგანული ქიმიის პედაგოგი, აუცილებელი კომპონენტი სასწავლო პროგრამისა გახლავთ კვლევა. ის რომ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ირჩევდეს მისთვის მიმზიდველ თემატიკას, შესაბამის მენტორს და თავისი ხელით მუშაობდეს და ახორციელებდეს რაღაც სამეცნიერო სამუშაოს. ჩვენ ვაქვეყნებთ კიდეც საერთო ერთობლივ, უпростоრად ერთობლივ სამეცნიერო სტატიებს და მაქსიმალურად ავართ ჩართულები ამ ახალგაზრდების, ჩვენი ყოფილი სტუდენტების დაფრთიანების, სამეცნიერო დაფრთიანების პროცესში. მე ვარ ბედნიერი, რომ ბევრი მათგანი ძალიან ცნობილ და მაღალ რეიტინგულ უნივერსიტეტს ასრულებს თავისი სადოქტორო ხარისხით და იმედით გამსჭვალული, რომ ისინი დაუბრუნდებიან ჩვენს ქვეყანას როგორც მაღალი რანგის პროფესიონალები. რა უნდა გაკეთდეს აი საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაციისათვის? მე თქვენია თქვა ამდენი წელია თქვენ როგორც აკადემიური პერსონალი, როგორც ლექტორი აკვირდებით ამ მოვლენებს და თქვენი საუბრიდან ირკვევა, რომ პრინციპში ინტერესი მზარდია, ხო? არის დაინტერესება ყოველ შემთხვევაში, ეს შეგვიძლია ვთქვათ, მაგრამ რა უნდა გაკეთდეს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას? ჩემი აზრით ინტერესის გაღვივება ჯერ კიდევ სასკოლო ასაკიდან უნდა დაიწყოს და საბუნებისმეტყველო დარგების სასკოლო დონის ლაბორატორიების არსებობა მიმაჩნია მნიშვნელოვნად. როდესაც ერთია როცა ბავშვი ისმენს კარგი პედაგოგის მიერ ახსნილ თეორიულ მასალას და მეორეა როცა ისეთ მეცნიერებას, როგორც ექსპერიმენტალური მეცნიერება, როგორც ქიმია არის, უყურებს და შეიგრძნობს თვალნათლივ ლაბორატორიაში ყოფნის პირობებში. ეს კვლევა და ექსპერიმენტები განსხვავდება, რა თქმა უნდა, საუნივერსიტეტო დონისაგან, მაგრამ ეგრეთ წოდებული სასკოლო ქიმია უნდა იყოს დატვირთული იმ მასალით, რაც გაუღვივებს ინტერესს კიდევ უფრო მეტად ბავშვს. სასკოლო ლაბორატორიების გამართვა, მეტი კონკურსი და შეჯიბრი, რატომაც არა, რახან ბავშვებმა საკუთარი თავი კიდევ უფრო მეტად აჩვენონ, წარადგინონ მათ მიერ შექმნილი პროექტები და ჩაერთონ თავიანთ პედაგოგებთან ერთად მათი ასაკის შესაფერის სამეცნიერო კვლევებში. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებთ და შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ანა გოლეთიანი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი.